საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კვირის ექსპონატის ფარგლებში გამოიფინა გიორგი კვინიტაძის მოგონებების ავტობიოგრაფია. დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის ხელნაწერები 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენებს ეხება. 1985 წელს პარიზში მისი მემუარები რუსულ ენაზე დაიბეჭდა, თუმცა პირადი არქივი ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული და საზოგადოებას საშუალება ექნება მისი ორიგინალი ნახოს. გამოფენა ერთი კვირა გაგრძელდება. სხვადასხვა დროს მიუხედავად იმისა, რომ როდესაც დამოუკიდებლობისავე წლებში საქართველოს ყველაზე რთული სიტუაცია უდგებოდა, ანუ წევდა ვთქვათ ერთი მხრივ ბრძოლა სომხეთთან ომში, მეორე სამცხე-ჯავახეთში აჯანყების ჩაქრობა, თუ იგივე აზერბაიჯანთან შემოსული წითელი არმიის მოგერიება, აი ამ კრიტიკულ სიტუაციაში მძიმე მდგომარეობაში გიორგი კვინიტაძეს ყოველთვის მიმართავდა ხოლმე მთავრობა დახმარებისთვის, ის ხდებოდა საქართველოს ჯარების ხელმძღვანელი და წარმატებით ახერხებდა ასევე აი ამ ბრძოლების მოგებას, მოგერიებასაც.